ჩვენს რეგიონში და ჩვენს სამეზობლოში უმძიმესი ვითარება შექმნილი, ომია ჩრდილოეთითაც, ხო, უკრაინასა და რუსეთს შორის, ომი არის ჩვენ სამხრეთ მიმართულებითაც, იქ ლიბანში კრიზისია, ირანში კრიზისია და ამ პერიოდში იმატებს ხოლმე მნიშვნელობა აი ამ სატრანზიტო გზების, დერეფნების და ასე შემდეგ. და ბუნებრივია შეერთებული შტატებიც, რომლის ადმინისტრაციაც რა თქმა უნდა ყველგან და ყოველთვის ცდილობს რომ დაიცვას კაპიტალის ინტერესები, ამ კაპიტალის გადაადგილების შესაძლებლობები, დაინტერესებული არის საქართველოს გეოგრაფიით, მაგრამ ეს სატრანზიტო ფუნქცია თავისთავად ვერ შესრულდება საქართველოს მხრიდან, შეერთებულმა შტატებმა ამ განცხადებით კონკრეტული წინაპირობები და დავალებები მისცა საქართველოს ხელისუფლებას. პირველი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ მავნე საერთაშორისო გავლენებისგან თავისუფალი უნდა იყოს ეს ზონა. ანუ პირდაპირი მოწოდება, რომ რუსეთი, ირანი ჩინეთი თუ იქნება აქ უსამართლო ეკონომიკური წესებით და თამაშის წესებით ჩარეული შეერთებული შტატების ინვესტიციები აქ არ შემოვა და მეორე და უმნიშვნელოვანესი წინაპირობა, რომელიც შეერთებულმა შტატებმა პირდაპირ წამოუყენა საქართველოს ხელისუფლებას, ეს არის პოლიტიკური სტაბილურობა, დიალოგი ოპოზიციასთან და დემოკრატიული ინსტიტუტების